შინაგან საქმეთა სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასთან ერთად წარსულში მომხდარი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული გახსნეს. კერძოდ 2019 წლის 23 ივნისს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში 1932 წელს დაბადებულ მკ-ს მკვლელობის ფაქტი. საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებული გფ განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად გაუსწორდა მკ-ს თავისა და სახის არეში ბლაგვის საგნის გამოყენებით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რამაც მსხვერპლის სიკვდილი გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ბ ქვეპუნქტით გფ-ს წარედგინა ბრალდება, რაც ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.